არასამთავრობო ორგანიზაცია ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის ბათუმის ავტოტრანსპორტის მიერ შეშუმო პირებისათვის ადაპტირებული გარემოს შექმნისთვის განხორციელებულ ცვლილებებს დადებითად აფასებს. თაზო მჟავანაძის თქმით, სამსახურმა მათი ყველა რეკომენდაცია გაითვალისწინა, განათავსა ბანერები გაჩერებებზე, გამართა ბარათების სისტემა მუნიციპალური ავტობუსებით სარგებლობისთვის. დღეისათვის ბათუმის ავტოტრანსპორტს 21 ადაპტირებული ავტობუსი აქვს. მე პირადად ვიყავი ბარათის აღებაზე, ნულოვანი ტარიფის ბარათის აღებაზე და არანაირი პრობლემა ამაზე არ შემქმნია. გარკვეული პრეტენზიები რომ იყო, ჩვენ ამიტომ გადავწყვიტეთ ჩართვა, იმიტომ რომ მოგეხსენებათ ავტოტრანსპორტთან მემორანდუმი გვაქვს გაფორმებული და გადავამოწმეთ ეს ისტორია და ეს პრეტენზიები ყოველ შემთხვევაში ჩვენს მაგალითზე აღმოფხვრილი იქნა. ჩვენი ორგანიზაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისთვის დადებითად აფასებს საინფორმაციო დაფების დამონტაჟებას ავტოტრანსპორტის მიერ, რომლის მიხედვითაც იმ ავტობუსის ნომრების ქვემოთ, რომელიც ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის, განთავსებულია ეტლით მოსარგებლეთა ნიშანი. ვფიქრობთ, რომ ეს ერთ-ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია ავტოტრანსპორტის მიერ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სასარგებლოდ.